გამარჯობათ მეგობრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. საშინელი ამინდია დილიდან, წვიმს, ქარია, ზამთარი კუც იქნევს, მაგრამ თქვენ მაინც მოხვედით აქ და ჩვენთან ერთად ხართ. დიდი მადლობა ამისთვის. აუდიტორიაში ჩვენი მსმენელების გარდა ვხედავ სტუმრებსაც, მათი დანახვაც განსაკუთრებით მახარებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იორგ ჰენლეს სახელობის აუდიტორიაში. ვაგვიანებთ ლექციის დაწყებას, იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობთ ხმა მივაწვდინოთ ჩვენს რეგიონალურ წრეებს. კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის მსმენელთა წრეები წლეულს ოფიციალურად, მწყობრად ფუნქციონირებს საუნივერსიტეტო ქალაქებში. გვისმენენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში. სხვა ადგილებშიც გვისმენენ, მაგრამ იქ ნაკლებად მწყობრად და იქ წრეები არ არიან, იქ ინდივიდუალურად ერთვებიან ადამიანები ქვეყნის ტერიტორიაზეც და მის ფარგლებს გარეთაც. ასე რომ მოგესალმებით აქ შეკრებილ აუდიტორიასაც და ჩვენს აი ამ ვირტუალურ აუდიტორიასაც, რომელიც საკმაოდ ვრცელია და რომლის შეკითხვებსაც მე ლექციის დასრულების შემდეგ ველოდები მესენჯერში ან YouTube-ის სპეციალური პირდაპირ ეთერის ჩატში. დღეს ჩვენ განსაკუთრებული სტუმარი გვყავს, პატივსაცემი სტუმარი გვყავს. ჩვენი სტუმარია პროფესორი გიორგი ჭანტურია. ბატონ გიორგის შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული, თან მრავალფეროვანი, ოფიციალური წყაროების მიხედვით ის საუნივერსიტეტო დაწესებულებები, სადაც მას განათლება მიუღია, არის რამდენიმე. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნეს სკოლა, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯეი მაკ რობინსონის სახელობის ბიზნესის კოლეჯი. ბატონ გიას საქმიანობის ძალიან მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს, როგორც საგანმანათლებლო სფეროში, ასევე აქტიური პრაქტიკული ბიზნესის სფეროში. ბატონი გია სხვადასხვა დროს იყო მათემატიკის მასწავლებელი, მათემატიკის ფაკულტეტი აქვს ჯერ დამთავრებული, შემდეგ ბიზნესის ადმინისტრირება და ეკონომიკა აქვს შესწავლილი. მათემატიკის მასწავლებელი იყო ლეგენდარულ სკოლაში, კომაროვში, რომლის სახელი ყველამ იცის. გახდათ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მკვლევარი. ამჟამად გახლავთ მართვისა და კომუნიკაციების უნივერსიტეტ ალტერბრიჯის პროფესორი. სხვადასხვა დროს იყო ამ უნივერსიტეტის კანცლერი, ფინანსური მრჩეველი, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი. რაც შეეხება ბიზნეს საქმიანობას, სხვადასხვა დროს იგი მოღვაწეობდა IT სფეროში, სასტუმრო სფეროში, საბანკო სფეროში, საკომუნიკაციო სფეროში, ინვესტიციებისა და ფინანსების სფეროში და ამ ჩამონოლთვალს აღარ შევყვები, ძალიან მრავალფეროვანია. ალტერბრიჯის გარდა ასწავლიდა ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის ფილიალშიც. ასე რომ სწავლება, კვლევა, ბიზნესი, ეკონომიკა, აი ამ სფეროებთან არის ბატონი გიას საქმიანობა დაკავშირებული. მაგრამ მე არ ვითქვამს ერთი და მნიშვნელოვანი ამბავი, ბატონი გია მარტო თავისთვის არ შრომობს და მარტო თავისთვის არ საქმიანობს და მხოლოდ რაღაც თავის სტუდენტებს არ ასწავლის, იგი ჩართულია აქტიურად საგანმანათლებლო თუ განმანათლებლურ საქმიანობაში, ხო? ცოდნის გავრცელება არაფორმალური ხაზებით, გზებით და საშუალებებით და აი თქვენს წინაშეა ბატონი გიას შრომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო ნაყოფი. ბატონმა გიამ რამდენიმე წლის წინ თარგმნა ძალიან ცნობილი მეცნიერის, პოლიტეკონომისტის, ქალაქების სოციოლოგიის სპეციალისტის, გამორჩეული კრიტიკოსის გლობალური ბაზრებისა, საფინანსო დაწესებულებისა და საერთოდ აი ფინანსიალიზაციის პროცესი, რაც ხდება, ეს კრიზისები, რაც არის ჩვენს თავს, ამ პროცესების პროფესორი სასკია სასენი, ესე იგი უპირობო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი გახლავთ, მისი წიგნი თარგმნა ქართულად განდევნები, რომელიც აი ეხა
ჩვენს წინაშეა და აი ეს განდევნები არის წიგნი, რომელიც აღწერს სოფლიოს ეკონომიკურ წყობას და ამ ეკონომიკური წყობის შედეგებს, როგორ აზარალებს იგი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს, როგორ განდევნის მათ პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრებისგან და როგორ არ შემოიფარგლება ეს კრიზისები მხოლოდ ადამიანების განდევნით და როგორ ხდება მოგების საფუძველზე სხვადასხვა ბუნებრივი რესურსების განადგურება და ასე შემდეგ. ქალბატონი სასკია სასენი აღწერს ბრწყინვალედ იმას თუ როგორ გადაეწყო და სასწრაფოდ უცებ როგორ შეიცვალა სოფლიო ეკონომიკური სისტემა 80-იანი წლების შემდეგ, როგორ გახდა იგი უფრო მეტად გლობალური, უფრო მეტი განდევნაზე ორიენტირებული და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე თქვენ ხედავთ ჩვენი ლექციის სათაურსაც. დღეს ბატონი გია შეეცდება რომ ჩვენთან ერთად აი ამ წიგნის მიხედვითაც ისაუბროს იმ გლობალურ ეკოლოგიურ და ეკონომიკურ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ბედს და ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს. ამისთვის ბატონ გიას ექნება დაახლოებით 50 წუთი 1 საათი, შემდეგ კი შეკითხვებს შევკრებთ აი ამ მიკროფონთან. ამ მიკროფონთან იმიტომ, რომ ჩვენმა ვირტუალურმა აუდიტორიამაც გაიგონოს, თორე დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შეუძლია მიკროფონის გარეშე რომ მოგვაწვდინოთ ხმა. ბატონ გია, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის და გთხოვთ. მოგესალმებით, ლევან, დიდი მადლობა შენ რომ ესე ძალიან გულთბილად და კეთილი სიტყვებით წარმადგინე. ძალიან დიდი პატივია პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აი კავკასიურ სახში ლექციას ვკითხულობ და გარკვეული რაღაც ამაგი ამ წიგნთან დაკავშირებით ლევანმა არც იცის, ეხლა პირველად ვიტყვი, კავკასიურ სახსაც აქვს. და ესე მოხდა, რომ როდესაც ეს წიგნი ვთარგმნე, სხვათა შორის პატარა იმას ვიტყვი, თქვათ ამ მის ისტორიასაც, უბრალოდ რომ მიხვდეთ, რამდენად ძვირფასია ეს წიგნი ჩემთვის, რა, რომ როდესაც ვთარგმნეთ, უნივერსიტეტმა შეიძინა საავტორო უფლება, იმიტომ რომ ცოტა რაღაც ძვირი ის იყო, იმას მე ვერ ვიზავდი, ვერ გავწვდებოდი. და ეს წიგნი მთლიანად, ასე ვთქვათ, მე და ჩემმა მეუღლემ თარგმნეთ, ყველაფერი აბსოლუტურად სრულად გარეკანით დამთავრებული რედაქტირებით აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ და როდესაც უნივერსიტეტმა შემომთავაზა ჰონორარი ამასთან დაკავშირებით, უნდა გადაეხადა, უარი უთხარი, არ მინდა მეთქი, იმიტომ რომ იმდენად ძვირფასია, რომ რაღაცა აი ჩვენ შორის რაღაცა რომ ჩამდგარიყო, ის მატერიალური მხარე, რომ აი ეს რაღაც ჩემი კუთვნილება ცოტა ამ იმაში რაღაც ხო ამაზე უარი, იმიტომ რომ თვითონ ადამიანიც, აი ცოტა ორ სიტყვას სასკია სასენზეც გეტყვით, არის ერთი რაც ლევანმა თქვა, რომ არის უძლიერესი მეცნიერი, ცოცხალი ლეგენდა, მას ასე უწოდებენ, აი ბოლოს აღწერაში ეს მიწერია კიდევაც. ხო, გარდა ამისა, რომ აი ძალიან ძლიერი მეცნიერია და ესეც ცოცხალი ლეგენდა არის, ის არის არაჩვეულებრივი ადამიანი, ალბათ აი მთელ მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ადამიანური თვისებების მქონე ისეთი თავმდაბალი და აი ყველასთან, აი სტუდენტთან, უფროსთან, აი ყველასთან, ესე იგი გამორჩეული თვისებებით მქონე ურთიერთობის მქონე ადამიანი და ამიტომ რაღაცნაირად აი სიძვირფასე არ მინდოდა დამეკარგა და რაც შეეხება აი კავკასიური სახლის როლს, მოხდა ისე რომ ეს წიგნი ვთარგმნეთ პანდემიის დროს, როდესაც თუ გახსოვთ, ყველა ვიცრებოდით, თქვათ პოლიკლინიკაში ან სამედიცინო დაწესებულებებში მივდიოდით და როცა ვთარგმნეთ, რამდენიმე ის გამოვაგზავნე კავკასიურ სახში, მაშინ კარგად არც ლევანს ვიცნობდი და არც ქალბატონ ნაირას, რომლის ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს და მათაც გამოვაგზავნე რამდენიმე ის ეგზემპლარი და ისე მოხდა, რომ შემთხვევით მე და ჩემი მეუღლე მივედით ასაცრელად ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში და იქ დავინახეთ, რომ ქალბატონი ნაირა ზის და ველოდება რიქს, როგორც ჩვენ რა და ნუ გამოვეცნაურე, რომ აი ესე და აი წიგნი რომ გამოგიგზავნეთ, მე ვთხარი, მე ისა ვარ მეთქი რა და შევატყვერო ცოტა ისა რა ქვია
შეიძლება ნანახიცა ანუ არ ქონდა და დიდი ბოდიშიო იმდენი რაღაცა მომდისო რომ ვერ მოვასწარი წაკითხო, მაგრამ ეს წაკითხო კი მითხრა, მაგრამ შევატყო შეიძლება უბრალოდ დადო და ვერ იმასკდა და მე 1-2 კვირა გავიდა, მეტი არა, 1 ან 2 კვირა და იყო ესეთი YouTube გადაცემა ეკო რადიო, რომელსაც ირაკლი ლომოური რომელიც მიყავდა ირაკლი ლომოურს და ამ იმაში მიწვეული ყავდა ქალბატონი ნაირა და ნუ ყოველთვის ვცდილობ რომ მოусმინო ქალბატონი ნაირას მისი ნაშრომები წავიკითხო სტატიები და ამ დროსაც უსმენდი ვთქვათ რა და უცებს შუა იმაში ნუ ეკოლოგიაზე იყო ხო ეხა სახელიდან გამომდინარე ხვდებით რომ ამდენ შუა იმაში თქვა რომ აი არაჩვეულებრივი წიგნი წავიკითხე და ახსენა სასკია სასენის და იქიდან ფაქტები მოიყვანა უამრავი რომ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა აი ბოლო თავი რომელიც ეკოლოგიაზეა აი იმ თავის წაკითხვამ რამაც რაღაც კიდევ უფრო მეტად რაღაც აი დამარწმუნა რომ მართლა ეს წიგნი არის რაღაც ფასეული და მართლა ფასეული რაღაცა გამოვიდა ქართულ ენაზე რა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მას რაღაც არ მithქვამს აქამდე ეს ამბავი თვითონ სასკია როგორც თქვი არის ძალიან ესეთი პიროვნება და აი რამოდენიმე იმას გეტყვით მისი ცხოვრებიდან რომ მიხვდეთ უბრალოდ თქვა აი რა ადამიანთან აგვაქვს საქმე ჰოლანდიური წარმოშობის არის 47 წელს 1947 წელს დაიბადა და ერთ წელიწადში ჰოლანდიაში დაიბადა ერთ წელიწადში მისი ოჯახი გადავიდა არგენტინაში საცხოვრებლად იქ გაიზარდა შემდეგ ის სწავლობდა იტალიასა და საფრანგეთში პირველ იმაზე, აი ვთქვათ, ბაკალავრის საფეხურზე, შემდეგ ამერიკაში გააგრძელა უკვე შემდგომი საფეხურები, მაგისტრატურა და დოქტორანტურა და ეხლა ამერიკაში მოღვაწეობს უკვე იმის შემდეგ და აი ლონდონის ეკონომიკურ სკოლასა და კოლუმბიის უნივერსიტეტს შორის დადის და იქ ეწევა ასე რა ქვია გადასცემს თავის ცოდნას სტუდენტებს და არგენტინაში წასვლის მიზეზი მისი ოჯახის იყო ის რომ მამამისი იყო ჟურნალისტი რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა ნაცისტურ პარტიასთან ჰოლანდიაში და შესაბამისად თქვა აი გარკვეული დროის შემდეგ იძულებული გახდა რომ დაეტოვებინა ჰოლანდია რადგან საშიშროება იყო რომ დაიჭერდნენ მას ან რაღაც სირთულეები შეექმნებოდა რა და ამაზე ხშირად არ საუბრობს სასკია, მაგრამ რამდენჯერმე იმას აქნად დაწერა ესეთი რამ რომ როდესაც გახდა 15 წლის და უკვე ეს კარგად აღიქვა ასე ვთქვათ რა რომ რასთან ქონდა და არგენტინაში ყოფნის დროსაც მამამის არ შეუწყვეტია არ მოუნანიებია სიტყვაზე რომ აი ესეთ საქმიანობას ეწეოდა. მაშინ ეიხმანთან ცნობილი ნაცისტი იყო, იმასთან ქონდა მჭიდრო ურთიერთობა და აი ეს რომ კარგად გაითავისა 15 წლის ასაკში, ანუ არასრულწლოვანი იყო ჯერ მან დატოვა სახლი და რაღაც პერიოდი ქუჩაში ცხოვრობდა, ანუ ღიაცის ქვეშ და ანუ ეს პრინციპულობა რამდენად მნიშვნელოვანი არის მასში და სიმართლის და აი ესეთი ისე რომ და გარკვეული თავგადასავლები გადახდა ქუჩაში ცხოვრების დროს იყო გაუპატიურების მცდელობა ესე და შემდეგ მოახერხა ის რომ თქვა ააწყო თავის ცხოვრება და დღეს აი ესეთი გამორჩეული ადამიანია და აი ეს პრინციპულობის მომენტი მას ბოლომდე არ დაუკარგავს რა არასდროს არ დაუხევია რაღაცის გამო უკან და ყოველთვის ცდილობდა სიმართლე გადმოეცა თავისი სტუდენტებისთვის თუ რა ვიცი ყველასთვის მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ასე ვთქვათ როგორ გითხრათ ნაყოფიერი მოღვაწეობა ჰქონდა 14 წიგნი აქვს დაწერილი უამრავი სტატია უამრავი ლექცია აქვს ჩატარებული უამრავი როგორ გითხრათ სატელევიზიო ლექცია ანუ მისი ლექციების მოსმენას თუ მოინდომებთ შეძლებთ YouTube-ის საშუალებით და როგორც ლევანმა თქვა ძალიან ფართო დიაპაზონს მოიცავს მისი ცოდნა ანუ დაიწყო როგორც ეკონომისტმა, მაგრამ მისი ის ესეთია რა, რომ ერთი კუთხით როცა უყურებს საგანს, ვერასდროს ვერ მიხვდები მის ჭეშმარიტ ასს, ანუ სხვადასხვა მხრიდან უნდა შეხედო და ანუ მე შემდეგ გადავიდა სოციოლოგიაში, ურბანისტიკაში, გლობალიზაციის საკითხები შეისწავლა და ანუ ძალიან ფართო ჭრილით, აი ამ წიგნის ბოლო თავი
ეხება თქვა ხო ძალიან ფართო სპექტრს მოიცავდა მისი ცოდნა და ყველგან ძალიან სიღრმეებში შედიოდა და ძალიან სიღრმისეულად განიხილავდა ამ საკითხებს. ხო, როგორც გითხარით, ეს წიგნი რო გაუგზავნე, ხო აი ეს დიზაინის კი რადგან თქვა აი ეს ისე ვიყავით ხელმოკლედ ფინანსებში, მე და ნინომ გავაკეთეთ და რო გაუგზავნე ესეთი რაღაცა მითხრა რა რომ მომწერა უпростоრეთ რა რომ როგორც კი მივიღეო და გადავშალეო ხო ეგრევე მომინდა მომეწერაო რომ ესეთი ლამაზი დიზაინი ჩემს არც ერთ წიგნს არა აქვსო და ისე იმას მიქნა რომ ამ წიგნის თან ინგლისური ვერსია მისი შვილის გაფორმებულია რომელიც მხატვარია რა და როგორ გითხრათ, ყველანაირად ყოველთვის ცდილობს რომ რაღაც აი ახლა მასთან შედარებით ხარ, თქვენთან შედარებით არ ვარ ახალგაზრდა თორე მასთან შედარებით განსხვავება ასაკში კიდევ და ახლა 20 და 4-5 წელიწადია და ვთქვათ აი ესე ახალ იმგენს ყოველთვის ცდილობს რომ ვთქვათ სტიმულირება გაუკეთოს, თორე დარწმუნებული ვარ ახლა ამაზე უკეთეს დიზაინის ისინი აქვს წიგნები. შეიძლება ერთი კომენტარი, რადგან სასკია სასენზე საუბრობთ. მე არ დამავიწყდება 2022 წელს თქვენი ორგანიზებით, როგორ შედგა ტელეხიდი ერთგვარი, ესე იგი უნივერსიტეტ ალტებრისსა და თვითონ სასკია სასენს შორის და მახსოვს ეს ქალი, რომელიც ასეთი აღიარებულია. ძალიან დიდი მეცნიერია, როგორ იჯდა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში და როგორ უსმენდა საქართველოს პრობლემებს. ესე იგი, გარიყული, განდევნილი, პატარა ქვეყნის პრობლემებს და მე მახსოვს, რომ იქ ჭიათურაზე ვესაუბრეთ, მის პრობლემატიკაზე, მისი კომენტარიც მახსოვს კარგად, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემას არ იცნობდა, იმდენად ტიპური არის ესეთი ინდუსტრიული ქალაქები, მისი პრობლემები, ხო, რომ ძალიან ადვილად აუღალღო ამას თავისი დიდი სამეცნიერო წოდნიდან გამომდინარე და გამოიხმაურა ამ ყველაფერს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ აი ამ ქვეყნის შესახებაც კი უკვე თქვენი დამსახურებით ძალიან ბევრი რამე იცის და ჭიათურაზეც კი მოსმენილი აქვს 1-2 ესე იგი კი სხვათა შორის იმ იმაზე მე რო ველაპარაკე მითხრა რომ ახტოვანებული იყო თვითონ იმ საუბრებით 5 სტუმარი ყავდა მოწვეული ერთ-ერთი ლევანი იყო და ახტოვანებული იყო იმით რომ აი ვთქვათ რამდენად სიღრმისეულად და შინაარსობრივი მესიჯები გაჟღერდა სტუმრებისგანო რა და როგორც გითხარით 14 წიგნი დაწერა და პირველი ერთ-ერთი მასში მოყვა რომ პირველი წიგნი რომ მიიტანა რედაქტორთან 13 გამომცემლობა გამოიცვალა, ანუ 13 გამომცემლობამ უთხრა უარი იმის, რა ქვია, ამ წიგნის, ამაზე არა ვაყოთ პირველ ადრეულ წიგნზე ვამბობ, ხო? და მე-14-ემ კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა, მხოლოდ და პირველივე წიგნის გამოცემის შემდეგ, თქვა ძალიან უკვე პოპულარული გახდა და შემდეგ უკვე აღარ უჭირდა ისა რა და აი პანდემიის შემდეგ ჩამოსვლას გეგმავდა თბილისში და აი ქალბატონი ნაირასი მან დააჩქარა სხვათა შორის ეს პრეზენტაცია, თორე გვინდოდა რომ აი პანდემიის მერე ჩამოსულიყო და მერე მითხრა რომ არ მიშვებს უნივერსიტეტმა უარი მითხრაო პანდემია რომ დასრულდა არ მაძლევს ნებართვას, რადგან ასაკის გამო და თან ჯერ მაინც ეს ვირუსების და ის რო არისო რისკი საფრთხე იმისა რომ ჩემ ჯანმრთელობას რამე შეექმნება, იმიტომ რომ მართლა ასაკოვანი ის არის, რა ქვია, ადამიანია და უნივერსიტეტთან ისეთი კაი პირობებს თავაზებს, რომ ამისი ფლება აქვს მიცემულიო, რომ რაღაცეებზე უარი მითხრას, რა, თორე თბილისშიც ვიხილავდით მას. ეს წიგნი ახლა რომ გადავიდეთ ამ იმაზე, ხო, შედგება 4 თავისგან. ეს არის ეკონომიკის ზოგადად განდევნებზეა, ხო, როგორც ლევანმა თქვა თავიდან და ამ განდევნებში იგულისხმება არა მხოლოდ ადამიანების განდევნები, არამედ აი ბოლო თავი ეს მკვდარი მიწა, მკვდარი წყალი ეძღვნება წმინდათ ეკოლოგიას და საუბარი არის ბიოსფეროს განდევნაზე დედამიწიდან. აქ და აი ახლა მე მინდა რომ აი ჩვენი საუბარი სწორედ ბოლო თავით
დავიწყოთ. ანუ მისი ის ესე მოდის, რომ თქვა პირველი 4 ის არის ახსნები რა ხდება ეკონომიკაში, თქვა აიმის და ბოლოს არის თქვა ლოგიკური დასკვნა, რომ აი ეს რა საშინელი სურათიც დღეს გვაქვს ეკოლოგიის კუთხით, თქვა ხო აი როგორ გამოდის ყველა ფერი აქიდან რა და მე მინდა ახლა ბოლოდან დავიწყოთ თქვა აი რაღაცა რამოდენიმე ესეთი თქვათ ფაქტი მოვიყვანოთ რაც დედამიწაზე ხდება და ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა რომ მე როდესაც დავასათაურეო ანუ ამ 4 თავიდან ყველაზე უფრო ჩართული და ესე ვიყავი აი ამ ბოლო თავის დაწერაზეო ყველაზე უფრო მას განვიცდიდიო და სპეციალურად დავარქვი მკვდარი მიწა მკვდარი წყალი რომ სიმძაფრე გადმომეცა რადგან არ მომწონს სიტყვა ეს კლიმატური ცვლილება ან თქვათ რაღაც დათბობა იმიტომ რომ ის მთელი სიმძაფრით არ გადმოსცემს იმას რაც დედამიწაზე ხდება და უფრო რაღაცა შელამაზებული და შერბილებულია ჩვენი რეალობა. სინამდვილეში დედამიწაც მიწაც და წყალიც კვდება და ეს უნდა რაღაცნაირად გავითავისოთ რა და პირველი რაც თქვათ ძალიან ბევრი ფაქტია იქ მოყვანილი და ერთმანეთზე თქვათ აკინძულია კარგად, მაგრამ აი ცოტა ისეთი ის რომ აღვიქვათ თქვათ აი მთელი სიმძაფრე დღევანდელი იმის თან ეს არის 2014 თუ 15 წლის მონაცემი, დღეს ეს კიდევ უფრო გაზრდილი არის, რომ 800 მილიონი იძულებით გადაადგილებული ადამიანია დედამიწაზე, რომელიც ეკოლოგიური პირობების გამო გახდა იძულებული რომ დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი. და არა ვთქვათ საომარი ან რაღაც სხვა მოქმედებების გამო. მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემების გამო 800 მილიონი ადამიანმა დატოვა საკუთარი ბუნებრივი გარემო, საკუთარი ის სადაც გაიზარდა, ცხოვრობდა და ასე შემდეგ. მეორე რასაც ის ხაზს უსვავს არის მიწის დეგრადაცია. და ეს განმარტებული აქვს ესე რომ ზოგადად მიწის დეგრადაცია არის ესე იგი პროდუქტიულობის დაკარგვა რომლის აღდგენაც თავად დედამიწას უკვე არ შეუძლია. ანუ თვითონ ადამიანის დახმარების იმდენად დაკარგა თქვა აი ეს პროდუქტიულობა რომ ადამიანის დახმარების გარეშე ის ამას ვერ აღიდგენს. ზოგადად უნდა ითქვას რომ დედამიწას თქვა აი ეს გადამუშავების ფუნქცია აქვს თვითონ ოღონდ გარკვეული დოზით დაზიანებების, ხო ვთქვათ, რა იგივე სხვადასხვა დანაგვიანების და ასე შემდეგ, ოღონდ თუ ეს გარკვეულ რაოდენობას გადააჭარბებს, მე უკვე დედამიწა ამას ვეღარ ახერხებს და სწორედ ამის გამო ხდება შემდეგ ვთქვათ მისი მიწის დეგრადირება და ვთქვათ აი ძირითადი 4-ის რაც არის ამის მიზეზი, ეს არის მოყვანილი რაც აქვს მას ეს არის მონოკულტურები, რაც აი სოფლის მეურნეობის არასწორი განვითარების შედეგად ხდება, სიცხის ტალღები, ეს არის უკვე ვთქვათ შედეგი იმისა, რომ ვთქვათ აი პიკური დღეები სიცხის რომელიც გარკვეული ტერიტორიებისთვის არის დამახასიათებელი, უფრო იზრდება, უფრო ხანგრძლივი ხდება და ეს იმ ტერიტორიისთვის ვთქვათ მიუჩვეველია, მიუღებელია და ამიტომ ვთქვათ აი გარკვეული კვალს ტოვებს, თან ისეთ მძიმე კვალს ტოვებს. ეს არის ინდუსტრიული ნარჩენები, რომელიც იმ რაოდენობით არის უკვე რომ ვეღარ ახერხებს დედამიწა ამის გადამუშავებას და წიაღისეულის მოპოვება, რომელიც ასევე ვთქვათ აი მასიური მოპოვება ძალიან დიდ კვალს და მასიური და თან არასწორი ხერხებით მოპოვება ძალიან დიდ კვალს ტოვებს. და ამის შედეგად აი 91 წლიდან 2003 წლამდე გლობალურად მიწის ფართობის 24%, ანუ თითქმის მეოთხედი დეგრადირდა. ანუ თითქმის მეოთხედმა დაკარგა უნარი რაღაცა წარმოიშვას მასზე. და აი სხვადასხვა იმგენისთვის რომ ვთქვა ტერიტორიებისთვის, აი ცენტრალური ამერიკა ალბათ ყველაზე უფრო ისეთი მძაფრი შემთხვევაა, სადაც 75% აგრარული მიწის, ანუ სადაც ადრე ფერმერებს მოჰყავდათ მიწა, იმის 75% გახდა
უნაყოფო, რაც ძალიან დიდი დარტყმაა თქვათ იმისთვის. 75% კი არა, აი შემდეგი ისინიც რო ავიღოთ, ხო აფრიკის მეხუთედი მიწის დეგრადირდა. ანუ დაკარგა უნარი რაღაცა მასზე წარმოიშვას, აზიის მიწის 11% და აშშ-ში, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მესამედი ქვეყნის სტრესის ქვეშ არის, ანუ ჯერ არ არის თქვათ დეგრადირებული, მაგრამ აი ამის გზაზეა, თქვათ რაღაც დაზიანებები უკვე შესამჩნევია. და ამის შედეგად თქვათ, ხო აი გაფრთხილება რაც არის, რაც შეიძლება მოხდეს, ხო? ანუ იმ შემთხვევაშიც კი, რაც აი იმის მიხედვით, რაც არის მიზანი, ზოგადად თქვათ, ხო რომ აი ამ წუთას პარიზის შეთანხმების სიტყვაზე, ხო რომ 1.2 ან 1.9 გრადუს ცელსიუსით იყოს მხოლოდ მატება 50 წლამდე, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დღეს განიცდის კვების დეფიციტს 25% და რაც დღეს არის 90%-მდე იმას იზავს, რა ქვია, გაიზრდება. ხო, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. მოდიში. და აი კიდე ერთი ის, ვთქვათ, აი OECD ქვეყნები, რომელიც, ანუ ეს არის ფაქტიურად ქვეყნების ჯგუფი, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობაც, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფი, აი ქვემოთ ხედავთ დროშებს, ვთქვათ, ხო, აი რომლებიც არიან, ეს არის, ვთქვათ, ევროპის ქვეყნები, სამხრეთ კორეა, კანადა, აშშ, ისრაელი, ჩილეა, ვთქვათ, სამხრეთ აფრიკიდან, ანუ ყველა განვითარებული ქვეყანა, რომელიც IMF-ში შედის, 2001 წელს, ეს არის მხოლოდ ერთი წლის მონაცემი, 2001 წლიდან წარმოიდგინეთ დღემდე რა ხდება, ხო, 2001 წელს ნაწარმოები 1 მილიარდი ტონა ინდუსტრიული ნარჩენი, დღესაც მისი უდიდესი ნაწილი ვერ არის გადამუშავებული და მისი უდიდესი ნაწილი კვლავ დედამიწაშია. და ეს წარმოიდგინეთ 2001 წლიდან კიდე 24 წელი რო დაუმატოთ მას რამდენი ინდუსტრიული ნარჩენია დაგროვილი დედამიწაზე რა. ეხლა ეს თქვით ჩვენ თქვათ განვითარებულ ქვეყნებზე, სადაც მეტნაკლებად კიდევ თქვათ აი ყურადღებას აქცევია. ავად თუ კარგად მაინც ყურადღებას აქცევია. ხო? შემდეგი მაგალითი, რომელიც თქვათ მე განმომწერეთ, რომ იქ უამრავი მაგალითია კიდე ამის, არის თქვათ რუსეთის მაგალითი, ნორილსკის მაგალითი, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნიკელის საბა, სადაც არის ნიკელის საბადო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რომელიც დაარსდა 35 წელს, 1935 წელს და აი საინტერესო ის არის კიდევ თქვათ ამ ისტორია ამის რომ უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს ეს საბადო და იმდენად ის არის ძნელია ბუნებრივი პირობები იქ რომ 35 წელს როდესაც ეს საბადო გახსნეს და შეიქმნა ხო 10000 ის პატიმარი გადაასახლეს იქ და ამუშავებდნენ და 53 წელს ეს 10000 პატიმარი უკვე 90000-მდე გაიზარდა რა და ამას ამ პატიმრების იმას რომლებიც ფიზიკურ შრომას ეწეოდნენ იქ ემსახურებოდა 2500 ის რა ქვია მეთვალყურე რომელიც უკვე აი ამ იმის ხელმძღვანელობას ახდენდა და აი ეს აქედან გამომდინარე რომ 90000 პატიმარი მუშაობდა იქ ხო ეს საბადო იყო დაქვემდებარებაში არა ეკონომიკის ან თქვათ იმის რომელიმე სხვა სამინისტროში არამედ ექვემდებარებოდა იმას შინაგან საქმეთა სამინისტროს და მხოლოდ 54-55 წელს გამოვიდა მისი დაქვემდებარებიდან და აი ესეთი ის არის მოყვანილი აღარ მახსოვს ვისი ციტატაა ეს რომ უკიდურეს ჩრდილოეთში სადაც სუთოვლია ხო ეს თოვლი არის შავი ჰაერში არის გოგირდის სუნი ხანგრძლივობა მოსახლეობის ამ ქალაქში იყო 10 წლით ნაკლები ვიდრე ზოგადად რუსეთში და ზოგადად რუსეთში არის საერთოდ უფრო ნაკლები სიცოცხლის ხანგრძლივობა კიდე ვიდრე
ვთქვათ, დანარჩენ მსოფლიოში. ბავშვების მხრივ რესპირატორული დაავადებები არის ძალიან ხშირი, 150%-ით, ანუ 2.5-ჯერ მეტია ვიდრე დანარჩენ რუსეთში. წონა არის დაახლოებით 500 გრამით, ანუ 3.5 იყო რუსეთში და 3 კილო იყო, ვთქვათ, აქ. და კიბოს ბავშვებში, რისკი კიბოსი იყო, აღარ მახსოვს ხა ზუსტად რამდენით, მაგრამ რამდენჯერმე უფრო დიდი ვიდრე მთელ რუსეთში. და უბედურება ის არის, რომ აი იმის შემდეგ, თქვათ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და უკვე თითქოს აი ეს რკინის ხელი თუ აი თვითონ იდეოლოგია, რომელსაც თქვათ ადამიანი პიროვნულად არ აინტერესებდა და ის იდეოლოგია თითქოს მოიხსნა, ამის შემდეგ ეს მაჩვენებლები არ გაუუკეთებესთა და პირიქით გაუარესთა და ეს სასკიას მოყავს იმის მაჩვენებლად, რომ ის იდეოლოგიური განსხვავება, რაც იყო მაშინ საბჭოთა კავშირსა და თქვათ დასავლეთ სამყაროს შორის, არ იყო გამსაზღვრელი იმის, თუ როგორ უყურებდნენ ბუნებრივ გარემოს ერთ სამყაროში ან მეორეში. ანუ პრინციპში პატარა განსხვავებით, მაგრამ დღეს რუსეთში იგივე იდეოლოგია ეკონომიკურ იმაზე ვამბობ, თქვათ, მოდელზე გულისხმობ ამ წუთას მე, იგივე იდეოლოგია მუშაობს, რაც დასავლეთში, ცოტა სახეცვლილებით უფრო მძაფრი, უფრო დაუნდობელი სიტყვაზე, მაგრამ დიდად ასე ვთქვათ, პრინციპები მაინც ვთქვათ, რაზეც ის დგას, რასაც ის ეფუძნება, არის იგივე. და ამან კიდევ უფრო გაუარესება გამოიწვია მდგომარეობის. კიდევ უფრო ვთქვათ, აი ესეთი რაზეც ხაზგასმა არის ამ თავში, ეს არის დიდი კორპორაციების, დიდი კომპანიების გავლენა გარემოზე, ისეთი კომპანიების, მაგალითად, როგორიც არის Nestle და Coca-Cola და აღწერილია, როგორ დაუნდობლად აჩანაგებენ ბუნებას ფინანსური მოგების გამო. ერთიც და მეორეც და მნიშვნელობა არ აქვს, სხვათაშორის მოყვანილია სხვადასხვა შემთხვევები და მნიშვნელობა არ აქვს. ეს ქვეყანა იქნება დაუშვათ სიტყვაზე ინდოეთი, ეს ქვეყანა იქნება სამხრეთ ამერიკის რომელიღაცა ან ცენტრალური ამერიკის ქვეყანა თუ იგივე ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც არის ვთქვათ Coca-Cola-ს სამშობლო, ხო? ერთნაირი დაუნდობელი ლოგიკით აჩანაგებენ იქ ბუნებას, ეწევიან ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას და ეს ზემოგებაზე ორიენტირებულობა აჩანაგებს ბუნებას და ადგილობრივ მოსახლეობას ფაქტიურად ბუნებრივი გარემოს გარეშე ტოვებს. და ამის გარდა, როგორც ვთქვით, ბოლო თავის სახელია მკვდარი მიწა, მკვდარი წყალი, ხო, ასევე მოყავს მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ოკეანის განადგურება. როდესაც თქვათ ორ მაგალითს მოვიყვან მე აქ და შემდეგ თქვენ თუ დაინტერესდებით თქვათ აქ წიგნები მოვიტანე რომელსაც საჩუქრად გადმოგცემთ და იქ შეძლებთ წაკითხავს მრავალი მაგალითის თუ რანაირად ხდება ოკეანის მართლაც მკვდრად ქცევა და ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისეთი ის რა ქვია ცუდი გავლენა, რასაც აქვს, ეს არის პლასმასის ნარჩენები, როდესაც ოკეანის რამოდენიმე წერტილში 6-ია არსებული დინება დაახლოებით აი ამ პლასმასის ნარჩენებს, რომლის უდიდესი ნაწილიც, როგორც აღმოჩნდა, ოკეანეში ხდება, რამოდენიმე 2 თუ 3 ადგილას აგროვებს და ეს ადგილები შემდეგ ხდებიან, თქვათ, საწყისი ამ იქ არსებული წყლის კვდომის, რადგან წყალი ვერ ახერხებს სრულად დაშლას პლასმასის, იქ წარმოიქმნება გარკვეული ზედაპირი, რომელიც ჟანგბადის გარეშე
ტოვებს მის ქვეშ არსებულ წყალს და შესაბამისად შემდეგ იქ უკვე მცენარეულობაც და რა ქვია ცხოველური სამყაროც ანუ თევზებიც უკვე ვერ ახერხებენ ცხოვრებას და ეს შემდეგ უკვე ნელ-ნელა ფართოვდება და 400 სანაპირო ზოლია მთელს ბოდიში ხო მთელ ოკეანეში რომელიც ყვდომას განიცდის უკვე ამის გარდა აი ამ სანაგვის გარდა და ეს ხაზგასმული აქვს რომ გარდა იმისა რომ თქვათ ანუ ბუნებრივათაც გარკვეული პროცესები ხდება ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ დედამიწა სოცხალი ის არის ორგანიზმია ხო და სადღაც რაღაც ერთ ადგილას შეიძლება რაღაც სიცოცხლე მოკვდეს მეორე ადგილას წარმოიშვება მაგრამ ამას დედამიწა თვითონ არეგულებს მაგრამ აი ეს ყველაფერი რაზეც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ არის საუბარი ადამიანის ნამოქმედარზე რაც იწვევს ასე ვთქვათ მიწისა თუ წყლის ყვდომას. რატო დავიწყე ახლა ბოლოდან რა რომ არ ვიცი რამდენად გამომივიდა, მაგრამ მინდოდა რომ აი ეს საშიშროება და ის ადამიანების ბოროტი თუ გაუბაზრებელი თუ რაღაც ნამოქმედარი დავინახოთ, რაზეც აუცილებლად უნდა დაუფიქრდეთ და ვიფიქროთ რამ გამოიწვია ეს. აი დანარჩენი ის რაც დამრჩა დაახლოებით 20 წუთი ვისაუბრებთ იმ მიზეზებზე რატო ხდება რომ აი ადამიანი აი ესე ბოროტად იყენებს კი არა ექცევა იმ გარემოს სადაც ის ცხოვრობს და თვითონ სასკია სასენი ამბობს რომ ამის მიზეზი არის ეკონომიკური მოდელი რომელსაც ჩვენ ვეყნობით, რომლითაც ხემძღვანელობთ და ის იწვევს ამ ყველაფერს. ის გამყოფ ზოლად, ანუ გამყოფ ხაზად და მარტო არ არის, რა თქმა უნდა, სასენი ამაში, იღებს 70-იან წლებს, როდესაც მოხდა ეგრეთ წოდებული პარადიგმის ცვლილება და 50-იან და 60-იან წლებში დამკვიდრებული ეკონომიკური მოდელი მკვეთრად შეიცვალა და ნეოლიბერალიზმისკენ გადაიხარა. აი ცოტა პატარა ისტორია რო გავაკეთოთ, ხო? აი ლევანმა მითხრა რომ პირველ-მეორე კურსელები იქნებიან ძირითადად, ხო? დღევანდელი იმის მსმენელები და ამიტომ ოდნავ ახლა იმიტომ რომ რამოდენიმე მსმენელთან ან ვინც დღეს გვესწრება, ცოტა მეუხერხელ კიდევაც რომ აქედან ვიწყებ, იმიტომ რომ რაღაცებში ჩემზე უკეთესად და ბევრ რაღაცაში ჩემზე უკეთესად ერკვებიან, მაგრამ ნუ ძირითად ნაწილს მინდა აუხსნა, თქვათ აი რაზეა საუბარი, რატო ამბობს ამას და არა მარტო არ წარმოვიდგინოთ რომ თქვათ ეს ის არის რომ პირველ-მეორე კურსელების რა ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ეკონომისტია ძალიან ცნობილი პაკისტანური წარმოშობის შაიხი ესეთი გვარი არის აქვს და მან თქვა რომ ესეთი მქონდა ბედნიერება იმ ლექციას დავსწრებოდი და ესეთი რაღაცა თქვა რომ როდესაც სტუდენტებთან შევდივარო და სამაგისტრო დონეზე ქონდა საუბარი რა ხანდახან მინდა ჯადოსნური ჯოხი მქონდესო რომ რაღაცა ერთი დაქნევით რაცოდნაც მათ ეკონომიკის შესახებ გააჩნიათ ის წაუშალო თავში და ნოლიდან დავიწყო იმიტომ რომ როგორც ჩვენთან სამწუხაროდ ეს პრობლემა დასავლეთშიც არსებობს და პრინციპში იქიდან არის გადმოღებული რომ ნეოლიბერალური სწავლება გამჯდარია თეორიის სწავლება გამჯდარია უმაღლეს დაწესებულებების ძალიან დიდ ნაწილში და ეს პრობლემა ვთქვათ იქიდან მოდის და ამიტომ ცოტა რაღაცა პატარა ისეთი რა ქვია ჩათვალეთ რომ მოიქნიეთ ჯოხი და ვინც იცის იმათაც წაეშალათ რაც იცის და დავიწყოთ ცოტა ნოლიდან ხო აი თვითონ აი ეს 70-იანი წლები რო არის რაღაც გარდამტეხი მომენტი ერთ-ერთი თვალსაჩინო ის არის თქვათ აი ამ
იმაზე დიაგრამაზე, გრაფიკზე, სადაც არის ნაჩვენები ოქროს ფასი და აი ხედავთ რომ აი 70-იან წლებამდე, ხო, როგორ მდორეთ მიედინება, აი რაღაცა ესე ფასი არის თითქმის უცვლელი და ეს არის 1910 წლიდან დაწყებული, ხო? და დაწყებული 70-იანი წლებიდან უკვე, ხო, ვთქვათ, არის მკვეთრი მატება და უკვე ესეთი არასტაბილური ხდება და აი 2000-იანი წლების შემდეგ უკვე რაღაც ნახტომისებური აღმასვლა, მერე ნახტომი ქვემოთ ჩამოვარდა, მერე ისე აი კრიზისის დროს ვთქვათ აი ეს მომენტია, შემდეგ ისე აღმასვლა, ანუ რაღაცა მოხდა ამ 70-იან წლებში ისეთი, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია. ხო, ეს უბრალოდ მაგალითია, თორე უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ხო, იგივე აი ეს ფასების ინდექსი იქნება, ეს ვთქვათ, ხო, საცხოვრებელის ფასი, ასევე ვთქვათ 70-იან წლამდე, როგორ აი ეს აქ პუნქტირის არ ჩანს, მაგრამ 70-იან წლამდე არის დაბალი ის და მერე უცებ იმატებს, ვთქვათ, კვეთრის და არის და ასე შემდეგ. ეს არის ასევე ვთქვათ 70-იან წლამდე სახლის ფასის და ოჯახის შემოსავლის ზრდა, როგორ დაახლოებით პარალელურად მიედინება ერთმანეთის და მერე უკვე ნელ-ნელა შორდება, რომ საცხოვრებლების ფასი გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე ოჯახის შემოსავალი. ანუ სახლს ვეღარ იყიდე. სახლის ის ხო ჭირს რა ის არის და აი აქაც ის არის არა მარტო ყიდვა, არამედ უკვე ქირის მედიანური ოდენობა ეს არის აშშ-ის ის არის მაჩვენებლებია, ხო? გაცილებით იზრდება, ვიდრე ანუ შემოსავალი თითქმის ერთ დონეზე მიდის და ეს ქირა და საცხოვრებლის ფასი სწრაფად მატულობს. ხო? ცოტა გადავახტეთ დროს რო იმას აქვთ და ისევ ვთქვათ აი 80-იანი წლებიდან იწყება ანუ გარკვეული ის არის რომ ხანდახან უნდათ რომ ამის ახსნა რომ პროდუქტიულობას დააბრალონ რომ ვთქვათ იქ ის რობოტიზაცია შემოვიდა და ასე შემდეგ და ვთქვათ ამან გამოიწვია თითქოს, მაგრამ აქ არის პროდუქტიულობის და შემოსავლების ადამიანის პროდუქტიულობის და შემოსავლების შედარება ერთმანეთთან რომ აქაც 80-იან წლებამდე პროდუქტიულობა ადამიანის და მისი შემოსავალი თითქმის ერთ დონეზე მიდის, თქვა 1950 წლიდან თუ 18%-ით მოიმატა პროდუქტიულობა, ანაზღაურებამ 107%-ით მოიმატა. ხო, ანუ ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. ხოლო იმის მერე პროდუქტიულობამ ადამიანის 164%-ით, უბრალოდ 64%-ით მოიმატა და ანაზღაურებამ მხოლოდ 17%-ით. ხო? ანუ დაახლოებით 3.5-ჯერ გაასწრო იმან, ანუ ადამიანი იმას ვეღარ იღებს, რაც მან იმუშავა, ხო? და რა მოხდა 70-იან წლებში? აი 70-იან წლებში რა მოხდა? მოდით ჯერ 50-იან 60-იან წლებში რა მოხდა? ის თქვათ, რომ სასკია ესეხსნის, რომ 50-იან 60-იან წლებში ადამიანი იყო ეკონომიკის და ინდუსტრიის ცენტრში, ანუ ის იყო მთავარი ფიგურა და თუ კომპანიას უნდა გამდიდრება, ის იზოლებული იყო, არა თავისი სურვილით, არამედ იზოლებული იყო, რომ მისი მომუშავე პერსონალიც შესაბამისად, ვთქვათ, შემოსავლები აი იმ დონეზე ყოფილიყო. ეს არ იყო, ეს იძულება ხდებოდა ზუსტად კანონმდებლობის საშუალებით და ასევე ფინანსური ინსტიტუტები იყვნენ ძალიან შეზღუდული კანონმდებლობით, არ ქონდათ ის თავისუფლება, რაც 70-იან წლებში მოეხსნათ. და 40-იან წლებში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, მსოფლიო დასავლეთის სამყარო მიხვდა, რომ ის შეცდომა, რაც დაუშვეს პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, არ უნდა გაემეორებიათ, როცა გამარჯვებულმა კოალიციამ გერმანიას, როგორც დამარცხებულ ქვეყანას, ძალიან დიდი ხარკი დააკისრა, რადგან ევროპულ ქვეყნებს ჰქონდათ ამერიკის, რომელმაც ომის დროს ასესხა დიდი თანხა ევროპულ ქვეყნებს
ამ ვალის დაბრუნების ის ჰქონდათ ვალდებულება და ამ ვალს ფაქტიურად გერმანიიდან იღებდნენ და უბრუნებდნენ ამერიკას და ამან გამოიწვია ძალიან დიდი ესე ვთქვათ უკმაყოფილება გერმანიაში, რადგანაც ფაქტიურად ყველაფერი რაც გერმანია აწარმოებდა, გადიოდა გერმანიიდან, ანუ ის შემოსავალი რაც გერმანელ ხალხს უნდა მიიღო, გადიოდა გერმანიიდან და მიდიოდა დასავლეთის სხვა ქვეყნებში, ევროპულ და ამერიკაში და ამან გამოიწვია ერთ-ერთი მიზეზი ფაშიზმის აყვავების სწორედ ეს იყო და სხვათა შორის კიდე ერთი მიზეზი იყო იტალიაში წარმოიშვა ხო ფაშიზმის ჩანასახები ისა რომ იტალია ყველაზე ნეოლიბერალური ქვეყანა გახდა 20-იან წლებში მუსოლინის საშუალებით და ევროპა ამაში ეხმარებოდა სხვათა შორის ამას ბრალდებას დღეს ბევრი ეკონომისტი უყენებს ევროპის მაშინდელ ხელმძღვანელობას და ამ ფაშიზმის აყვავებამ საბოლოო ჯამში გამოიწვია სწორედ ის ომი, როდესაც გერმანიამ მოინდომა იმ წართმეულის დაბრუნება, რაც ევროპულმა ქვეყნებმა წაართვეს და მეორე მსოფლიო ომის დასრულების დროს დასავლეთის ქვეყნებმა და ამის ძალიან დიდი დამსახურება ამაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელი პრეზიდენტის რუზველტის თქვეს რომ ეს თუ გავაგრძელეთ ისევ იგივე პრინციპით რაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ავირჩიეთ აუცილებლად კიდე მესამე მსოფლიო ომთან მივალთ და ამიტომ სხვა პრინციპი უნდა ავირჩიოთ როდესაც შემოსავლები უფრო სამართლიანად უნდა გადანაწილდეს და ყველა ქვეყანამ უნდა უარი თქვას პრინციპზე, რომელიც მანამდე იყო გამეფებული საუკუნეების განმავლობაში, რომ ქვეყნის სიძლიერე დამოკიდებული იყო მისი მეზობელი ქვეყნის სისუსტეზე. ანუ ყველა ქვეყანა ცდილობდა საკუთარი თავის გაძლიერებას მეზობლის დასუსტებით. ამიტომ პრინციპი გაამათხოვრე მეგობარი, ამაზე უნდა ვთქვათ უარი და თვითონ ეს დასავლეთის ქვეყნები, რომლებმაც დადეს ხელშეკრულება ბრეტონ-უცის სახით, რომელსაც ერქვა ბრეტონ-უცის ხელშეკრულება, რადგან ბრეტონ-უცში დაიდო ასში, ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობას პარტნიორობის პრინციპზე ააგებდნენ და ამასთან ერთად მისი ამ რუზველტის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე იყო ინიციატორი რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მიიღეს ის ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, რომელიც ასე ვთქვათ არ იყო აუცილებელი იმ ქვეყნებისთვის, მაგრამ თქვეს რომ იქნებოდა იდეალს ადგენდა. ხო, და იქნებოდა მიზანი, რისკენაც უნდა ყოფილიყო მისწრაფება მათი და მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან ძალიან დიდი ბევრი ცოდვა ჰქონდათ მათ და ამ ბრეტონ-უცის პერიოდში, ანუ 50-იან 60-იან წლებშიც თქვათ ეს კოლონიზაცია აქტიურად მიდიოდა და სხვა ქვეყნებთან ძალიან ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი, ერთმანეთში გარკვეულ ურთიერთობის გარკვეულ პრინციპებს ჩაუყარეს საფუძველი, რომელიც მრავალ პრობლემას გადაჭრაში ეხმარებოდა. იგივე ვთქვათ, შიგნითაც უამრავი ის იყო, ხო ვთქვათ, იგივე შავკანიანებთან დაკავშირებული პრობლემები, ვთქვათ, მუშათა და კლასთან უამრავი პრობლემა იყო, მაგრამ ნელ-ნელა მაინც პროგრესისკენ მიდიოდა საქმე და რაღაც გარკვეული დადებითი ცვლილებები ხდებოდა და ეს ყველა ერთ-ერთი ის იყო ვთქვათ აი წარმოუდგენელი ის არის რაც დღეს ბევრმა არა მარტო ჩვენთან ეკონომისტმა არამედ ამერიკაშიც არ იცის ეს არის საგადასახადო სისტემა რომელიც მოქმედებდა ამერიკაში თუ როგორ ბეგრავდა ის მას რა ქვია მოსახლეობას ეგრეთ წოდებული პროგრესული გადასახადი მოგებაზე რომელიც პროგრესული შეიძლება ისე ჟღერს ცოტა ვთქვათ პატარა ის განსხვავება გეგონოთ მაგრამ აი დაახლოებით რო წარმოიდგინოთ ზემდიდრებს გარკვეულ იმაზე, იმიტომ სხვადასხვა წელს ეს სხვადასხვა ის იყო, ვთქვათ, ზღვარი იყო, მაგრამ გარკვეულ პერიოდში იყო ესეთი ისინი, რომ ზემდიდრებს რაღაც თანხაზე მეტი მოგების შემთხვევაში ამერიკის სახელმწიფო მეგრავდა 94-96%-ით. ანუ გარკვეულ მოგებაზე ზემოთ ფაქტიურად მთელი მოგება მიჰქონდა სახელმწიფოს და ეს შეიძლება რაღაც ისეთი მათ მოგეჩვენოთ, რომ რაღაც უსამართლობაა, რომ როგორ ადამიანმა რაღაც მოგება მიიღო და ფაქტურად ყველაფერი მიაქვს სახელმწიფოს.
ეს ხდებოდა ერთადერთი მიზნით და ამის ახსნა ბევრნაირად შეიძლება, რომ ეს ზე მოგება შეუძლებელია სწორი გადანაწილების შემთხვევაში. და რადგან ეს შეუძლებელია, მაგრამ ძალიან ძნელია ზუსტი წესების დაწესება, რომ რანაირად შეიძლება აი ამ ზემოგებების ასე ვთქვათ ყველა შესაძლო შემთხვევის განსაზღვრა, ფაქტიურად აი ზემოგებაზე ორიენტირებულ ადამიანებს უთხრეს, რომ ამ შემთხვევაში თქვენ გექნებათ მოგება ამდენით შეგიმცირდებათ, ამ შემთხვევაში და თუ აი ესეთ ზემოგება მოგინებათ, თლიანად წავიღებთ, რომ მათ გარკვეული ასე ვთქვათ სიხარბის ის დაეწეთ, რომ იმის ზემოთ მათი ინტერესი აღარ ყოფილიყო მოგება. და სხვათა შორის აი ხა ერთ-ერთი ზემდიდარი ადამიანი სოროსი ამას ხსნის ასე და ამართლებს ამ იმას, რომ ტანკერი რო და ეს რას აკეთებდა, რომ ვთქვათ კორპორაციების გაზრდას სხვების ჩაყლაპვას აჩერებდა. და აი სოროსმა ესეთი ის არაჩვეულებრივი მაგალითი მოიყვანა, რომ წარმოიდგინოთ ტანკერი, რატოა კარგი, რომ ბევრი პატარა ის იყოს. წარმოიდგინეთ ტანკერი და ტანკერი რა პრინციპზე მუშაობს, როდესაც ოკეანეშია, დაყოფილია ბევრ პატარა ავზად და ეს ნავთობი იქნება თუ რაც არის, ეს ყველაფერი გადანაწილებულია ბევრ პატარა ავზში და როდესაც ღელვა ან გინდ ღელვა არ იყოს, ხო, აი ეს მერყეობას ეს პატარა ავზებში გადანაწილება სიმძიმის ცენტრს მაინც ყოველთვის ცენტრში ინარჩუნებს და ის ხდება არის უფრო მდგრადი. როდესაც ეს ტიხრები რომ მოიხსნას და ყველაფერი ერთ საერთო დიდ ტანკერში რომ ჩაისხას, პატარა იმას რყევაზეც კი მთელი წონა გადაიხრება ან წინ ან უკან და ის განწირულია მისთვის ჩაძირვისთვის რა. და ბევრი ესეთი ადამიანი ამას და ესეთი ზემდიდარი ადამიანი ამას ხვდებოდა, რომ ეს აუცილებლად, ანუ ეს არ იყო იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის როგორც ჩვენთან ახლა და ჩვენთანაც და ნეოლიბერალური იმის ხსის, რომ ადამიანმა მოიპოვა და ბევრი ხვდებოდა, რომ ეს იყო სამართლიანი და სწორი, რომ ეს აკავებდა სიხარბეს ფაქტიურად და დაუმსახურებელ მოგებას აიძულებდა გამდიდრების ნიჭის მქონე ადამიანს, რომ გადაენაწილებინა დანარჩენ საზოგადოებაზე. ამას ძალიან კარგად ხსნის ნორვეგიული წარმოშობის მეცნიერი ტორსტენ ვებლენი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა და რომელიც იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ, აი რუზველტის, ვინც იყო მთავარი მგონია გამწევი ძალა ამ 50-იანი 60-იანი წლების აი ამ ის რა ქვია ეკონომიკური მოდელის ხორჩესხმის, აი ამ ახალი New Deal, ახალი კურსი, ხო? ამის ერთ-ერთი ავტორის და აი ტორსტენ ვებლენი იყო ერთ-ერთი ვისი იმითაც რუზველტმა აი ეს ახალი კურსი მასაკრა შემოიღო და ტორსტენ ვებლენი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ადამიანებს აქვს სხვადასხვა ნიჭი და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა იმაში, რა ქვია, პირობებში სხვადასხვა ნიჭი აქტიურდება, მაგრამ ზოგ ადამიანს, ანუ აქვს მომხვეჭელობის ნიჭი, ზოგს აქვს, თქვა, პირიქით მეცნიერების ნიჭი და სამ დადებით და ესე ძალიან უხეშად აქვს სამ დადებით და სამ უარყოფით ნიჭად გაყოფილი, უпростоრად ის ამას ნიჭს არ ეძახის, ის ეძახის ინსტინქტს და ერთ-ერთი აი ესეთი ყველაზე ძლიერი ინსტინქტი არის მომხვეჭელობის ინსტინქტი. ანუ ადამიანს შეუძლია სხვისი შრომიდან ამოიღოს, მოიხვეჭოს რაღაცა, როდესაც მეორესთვის იქ არ არის მთავარი მოხვეჭვა, არამედ სიტყვაზე არის ესეთი ის უბრალოდ ცნობის მოყვარეობა, ერთ-ერთი ნიჭი, რომელიც მეცნიერების და ის წამყვანი მათი ითვლება მაგალითად, როდესაც მეცნიერი ფიქრობს და ან თქვათ ოსტატობის ნიჭი, როდესაც არა თუ ადამიანს აქვს ოსტატობის ნიჭი, ვებლენის იმით, მისთვის არა აქვს მნიშვნელობა რა პირობებში ჩავარდება, მისთვის თავარია რა საქმესაც ხელს მოკიდებს, ის გააკეთოს კარგად, მიიყვანოს ბოლომდე და რაღაც იდეალური ის შეასრულოს რა. და უკვე დანარჩენი მისთვის მეორე ხარისხოვანია. და როდესაც ეს ორი ადამიანი თარაბარ იმაში ხვდება
ფაქტიურად ერთი აკეთებს საქმეს და მომხოჭის ნიჭი ვისაც აქვს, ის იმას წოვს ყველაფერს უკვე მატერიალურ მხარეს მისკენ გადაწონის. და ამის შესაჩერებლად იყოს სწორედ აი ეს გადასახადების სისტემა ერთ-ერთი, რომელიც ამას აკონტროლებდა. და რატომ გითხარით, რომ ამის შესახებ ბევრმა არ იცის არც ეკონომისტმა და არც თქვათ აქ და აქ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ის არის, რომელიც YouTube-ზე დევს, აი მაშინ შვეიცარიაში ფორუმ დავოსის ფორუმზე დელი კორპორაცია ყველას გეცოდინებათ ხო ამ კომპიუტერების იმის კომპანიის მისი ხელმძღვანელს ეკითხებიან რომ აი რამდენიმე წლის წინ ოკასიო კორტესი ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენია მან შემოიტანა ინიციატივა რომ აი ეს ზემდიდრების დაბეგრვა უფრო ის აეწია და 70 თუ 72%-მდე აეწია და აი ამ ინიციატივაზე რა აზრის ხართ ამ დელს კითხეს რა და რომელიც სხვათა შორის იმ 50-იან 60-იან წლებში ესეთი ის იყო რა ქვია არ იყო პატარა ანუ 20-25 წლის მაინც იქნებოდა და მან ესეთი რა აზრი ხართ ამ მის ინიციატივაზე მან ესეთი რაღაცა უთხრა და წამყვანი ასევე ვთქვათ ეკონომიკის სპეციალისტი იყო ვინც ამ პანელს ვისაც ეს პანელი მიყავდა და მან უთხრა რომ ნუ რა თქმა უნდა უარყოფითიო და რატო და ერთი ქვეყანა მაინც დამისახელეთ სადაც ამან იმუშავაო რა და გაიცინეს იქ ანუ წარმოიდგინეთ პანელი რომელიც ეკონომიკურ საკითხებს ეტყობა რაღაც ელემენტარული ის არის წამყვანიც იცინის რომ ხო აბა რომელ ქვეყანაში მუშაობ თვითონ ეს დელიც იცინის დარბაზიც ეს არის რა ქვია გიმილით უყურებს კი რომ აი ესა და ამ დროს აი რაღაც ის არის რა ბეტად იქ იყო ერთი პროფესორი რომელიც სხვათა შორის ტექნოლოგიების დარგში იყო და არ იყო ეკონომისტი და ისე უნდა რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამათმა გახიდეს და ხა რაღაცა გაიცინეს ანუ ფიქრობენ რომ ესეც ხუმრობს რა და არა ამერიკის შეერთებული შტატები 50-იან 60-იან წლებში აი მოყვა ეს მაგალითი რომ თქვა ამა და ამ წელს კონკრეტულ თარიღს ასე 92% იყო დემდიდრების არაფერი ორივე გაკვირვებულმა შეხედეს და ის პერიოდი 50-იან 60-იან წლები ეკონომიკაში ცნობილია როგორც ეკონომიკის ოქროს ხანა ანუ ყველაზე კარგი ის ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის იყო სწორედ ამ წლებში და 70-იან და ქვეყნებსაც ერთმანეთთან ჰქონდათ პასუხისმგებლობა აი ამ იმ ქვეყნებს ვინც ხელმომწერი იყო რომ სპეკულაციური გარიგებები რომლებიც ერთმანეთის ეკონომიკას დააზიანებდა არ უნდა ყოფილიყო კაპიტალის გადინება ქვეყნებს შორის უნდა ყოფილიყო მკაცრად კონტროლირებადი და კურსი სავალუტო კურსიზე ჰქონდათ პასუხისმგებლობა რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო მაშინ მიმული იყო ოქროზე მაგრამ თავარი იყო ის რომ როგორც კი 2%-ს გადააჭარბებდა ერთმანეთის უნდა ეცნობებინათ და ეს ერთმანეთთან ქროს კურსი ეგრეთ წოდებული უნდა ყოფილიყო მკაცრად გაკონტროლებული ანუ ერთმანეთს პასუხს თხოვდნენ რომ ეს იმიტომ მაშინ ამას ეძახდნენ იმას რა ქვია კონვერტირებად ვალუტას რომ რადგან ნდობა იყო მათდამი რა და 70-იან წლებში სწორედ აი ეს ამერიკის ინიციატივით სამწუხაროდ აი ეს კურსის ეს მოიხსნა ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა და აი დღეს რასაც ჩვენ ვეძახით მცურავ კურს რომ დღეს შეიძლება იყოს 2.7 ხვალ შეიძლება 3.5-მდე ავარდეს და ასე შემდეგ ამ ქვეყნებს პირველად ამერიკამ მოხსნა ეს კურსი, შემდეგ უკვე ნელ-ნელა ყველა მიყვნენ, იმიტომ რომ ყველა კურსი საბოლოოდ მაშინ ესე იყო, რომ გაცვლითი ის დოლარი იყო მიმული ვთქვათ ოქროზე, მაგრამ ერთ ქვეყნებს შორის ის დოლარი იყო და ამიტომ ყველა ნელ-ნელა ამ ცურავ კურსზე გადავიდა, ერთი და მეორე ფინანსური ინსტიტუციებს მოეხსნათ ნელ-ნელა თქვათ შეზღუდვები მოეხსნათ და საბოლოოდ დაახლოებით 1999 თუ 2001 წელს აღარ მახსოვს ამერიკის კონგრესმა მიიღო კანონი რომელსაც ქვია გლეს-სტიგელის აქტი რომელიც რისკიან ოპერაციებს აღარ უკრძალავდა ბანკებს და საინვესტიციო ბანკები რომლებსაც ჰქონდათ რისკიანი ოპერაციების წარმოების უფლება ფაქტიურად აითქვიფა ტრადიციულ ბანკებთან რომელსაც რისკიანი ოპერაციების წარმოების უფლება არ ჰქონდათ რა და ამან ძალიან დიდი ის გამოიწვია ბანკების საქმიანობაში არასტაბილურობა და აქ მაგ თუ არა აღარ მახსოვს აი ეს არის
საფინანსო კრიზისების რა ქვია გრაფიკი, როდესაც აი იმ პერიოდში თითქმის არ არსებობდა, აი ცარიელია ის ბრეტონ უდსის პერიოდი, დანარჩენი იმ წუთში კრიზისები წარმოიშვა და აი მალე იმას ვიზავეცდები, ლევან დავამთავრო, მე მგონი ცოტა დამჭა ხო და აი 70-იანი წლების შემდეგ ადამიანი ნელ-ნელა ცენტრალური ფიგურა აღარ არის ეკონომიკურ მოდელში. ეხლა ამაზე ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ცოტა მეტი დრო ჭირდება ამის ახსნას. დღეს გამდიდრება ხდება უკვე მხოლოდ ფინანსური ოპერაციების საშუალებით. შესაძლებელია და ყველაზე უფრო მომგებიანია სწორად ფინანსური ოპერაციები და ისეთი კომპანიებიც კი, როგორიც არის მაგალითად General Electric, რომელიც თითქოს რომლის ისიც თავარი საქმიანობა უნდა იყოს იმის ელექტროენერგიის და სხვა ელექტროიმგენის წარმოება სიტყვაზე 90% მისი საქმიანობის მოგების გადასულია უკვე ფინანსურ სექტორში და იქიდან იღებს მოგებას. და აი აქ ხედავთ, თქვათ აი ეს იასამ მაღალი ისინი შვეტები რომლებიც არის, ის არის შემოსავალი საშუალო ფინანსურ სექტორში, რაც არის ფასიანი ქაღალდების ინდუსტრია, ესე ვთქვათ, იქიდან მიღებული მოგება, ვთქვათ, რა შემოსავლებს აწარმოებს და ქვემოთ დანარჩენი ყველაფერი. და ეს არის აშშ-ის მაჩვენებელი, სადაც ხელფასები ისეთი დაბალი არ არის, ვთქვათ, როგორ ჩვენთან, ხო? ანუ რამხელა სხვაობაა, რამხელა მოგებებზე და როგორ გამოიყოფა და ვთქვათ, აი, ცალკე არის ფინანსური ინდუსტრია დანარჩენი ინდუსტრიებისგან. ბატონგი, აი ჩვენი უმცროს კურსელი სტუდენტებისთვის თქვენ ხო ჯოხი მოიქნიეთ და წაშალეთ. აი ეს ფასიანი ქაღალდების ინდუსტრია, ან საფინანსო სექტორი, უფრო ზუსტად რას ნიშნავს ის რო გაგვიშალოთ, ხო? ანუ ხო, კაი ის არის და უფრო გაცილებით ადვილი იქნება შემდეგ გაგება რა, რომ ანუ ყურეთ, საბანკო დაწესებულება, აი ორი ის განსაზღვროთ, ერთი აი ფასიანი ქაღალდების ინდუსტრია რანაირად მუშაობს და მეორე რა განსხვავებაა, ვთქვათ, აი გლას-სტიგალის აქტამდე და კანონამდე და გლას-სტიგალის შემდეგ საბანკო იმაში რა, რომ ტრადიციული ბანკი რა არის, რომ ადამიანს მიაქვს ფული, ინახავს ბანკში, იმიტომ რომ სახში ფულის შენახვა არ არის უსაფრთხო, ხო, გარდა ამისა, ვთქვათ, ტექნიკური თვალსაზრისით გაცილებით ადვილია ქეშის ტარება, ვიდრე ბოდიში, ქეშის ჯიბეში ქონაც ჯობია ბანკში და ტექნიკური თვალსაზრისით ამით, იმიტომ რომ უფრო ადვილია და ტრადიციული ბანკი აკეთებს რას, რომ აი ამ შენახულ სხვები ვიღაცეების მიერ გაკეთებულ დეპოზიტს ვისაც ფული ჭირდება სხვადასხვა ვთქვათ ოპერაციებისთვის, საქმიანობის გასაფართოებლად ან ისა იმას ასესხებს გარკვეული პირობებით, თუმცა დაფასებს ასევე ვთქვათ რამდენად რისკიანია ეს თუ არ არის რისკიანი და აი ეს არის ბანკის საქმიანობა და რა არის ტრადიციული ვთქვათ აი ფინანსური სექტორი, რა იყო მანამდე, ეს იყო ასე ვთქვათ ადგილი, სადაც სხვადასხვა კომპანიები როდესაც მათ დაჭირდებოდათ ფული, დაუშვათ ვთქვათ რომელიმე ის რო ვთქვათ ესეთი ცნობილი კომპანია General Electric ვთქვათ ისე ვთქვათ რომელიც ვთქვათ დაჭირდა ფული რომ თავისი საქმიანობა გააფართოვოს, ხო? უშვებდა აქციებს, ვისი შესყიდვით სურვილიც ვისაც ჰქონდა, იმას იყიდდა და ფულს დებდა კომპანიაში, ანუ ის ხდებოდა თანამფლობელი, ასე ვთქვათ, იმის ამ კომპანიის გააფართოვებდა ის ამ თავის საქმიანობას და შემდეგ ამ მიღებული მოგებას, ვთქვათ, როგორ თანამფლობელებს მის სახით რა ქვია დივიდენდის სახით უბრუნებდა, ან ისე საქმეში აბრუნებდა და ასე შემდეგ. რა ხდება უკვე ამ 70-იანი წლების შემდეგ, რომ თავარი საქმიანობა უკვე, ვთქვათ, არა ფულის მოზიდვა გახდა იმათთვის კომპანიებისთვის, არამედ სპეკულაციური აქტივობები, ანუ რას ნიშნავს, უკვე კომპანია ფულს იღებს აქციის ყიდვა
გაყიდვით. ანუ საქმიანობა აღარ ხდება მთავარი, არამედ ყველაფერი დამოკიდებულია მოლოდინებზე. ანუ რისკიანობას უკვე იმხელა ის აღარ აქვს, იმიტომ რომ თითქოს აქვს, მაგრამ ეს რისკიანობა უკვე შეფასება ძალიან სუბიექტური ხდება, საგანი ხდება და მთავარი არის მოლოდინი, თუ რა მოლოდინი აქვს კომპანიის მიმართ საზოგადოებას. და აი ამ მოლოდინებზე თამაშით მარტივი ის რო ავიღოთ, მე შემიძლია დავუშვათ თუ ამის რესურსი მაქვს, ოღონდ ეს ღიად არ შეიძლება ამის გაკეთება, ხო? რომ ბევრი აქცია შევისყიდო და შევქმნა მოლოდინი, რომ ჩემი აქციების ფასი იზრდება, არავინ არ უყურებს, მე ამ დროს რას ვაწარმოებ უბრალოდ უყურებ, რომ აქციების ფასი იზრდება თუ აკლდება. რა, თუ იზრდება, ყველა ცდილობს მე უკვე ვთქვათ ამ იმით ამ ტალღაზე მორგებას, ყველა ცდილობს ამ აქციების შესყიდვას, აქციების ფასი კიდევ მატულობს, რაღაც მომენტში ვთქვათ უკვე ეს ისე იბარება და ამდენი თანხის მქონე ადამიანიც ვთქვათ უკვე ნაკლებია და იწყებს ვარდნას ქვემოთ. ისე ვთქვათ ვინც გამოუცდელია ამ იმაში ამ ვარდნის დროს შიში რომ ვთქვათ ეს მთლიანად გაუფასურდება, იწყებს გაყიდვას, ვისაც ფული აქვს ის ისე ვიწყებს, ანუ ვინც მოკლედ ამინს ქმნის ის აკონტროლებს და ზემოთ ასვლის დროს ყიდის, ქვემოთ ჩამოსვლის დროს პირიქით ყიდულობს და ამ გაუცნობიერება, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. ამის გარდა ამ დროს მათ სივარს აღარავინ აღარ აწარმოებს და მანქანას აღარ აწყობს, ან ნაკლებად აწყობს და ყველაფერი გადასულია ამ ქაღალდებზე, манипуляციებზე და ასე შემდეგ. ამის გარდა ლევან მოდი შეიძლება ბალემ რო დავამთო, რომ ეს მაცივრების წარმოებაც სიტყვაზე აუცილებელია, ხო, მაგრამ როგორ უნდა იმას აკრან, ანუ ამ მაცივრის წარმოებელს რაღა ინტერესი აქვს თუ ამის ის არის, ხო? აქ რა ხდება? აქ უკვე შემოდის აი საბანკო სფერო, რომელსაც ხელფეხი გაუხსნეს და სწორედ აი ამ შეჩერებამ ხელფასების, როდესაც პროდუქტიულობა გაიზარდა და ხელფასები ერთ ადგილას გაიყინა, გამოიწვია რა, რომ ადამიანის საჭიროებასა და მის შესაძლებლობას შორის გაჩნდა უცებ ნაპრალი და ეს ამ ნაპრალის ამოვსება უცებ შესთავაზეს ბანკებმა და არსაიდან წარმოიშვა ფული და ადამიანები, რომელსაც ვთქვათ ამის სურვილი აქ მოქმედებს უკვე PR ინდუსტრია და სარეკლამო ინდუსტრია, რომელიც ამას ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გაყიდოს და აი ეს ნაპრალი სწორედ სესხებმა ამოავსო და ამ თვალსაზრისით ბანკებს აქვთ ფაქტიურად დღეს სრული თავისუფლება აქვთ და აი ერთი ის მინდა რა კითხვა ისა რომ აი საიდან მოდის ფული, აი თქვათ როგორ იქნება ფული თუ ისა თქვათ რა ვის აქვს უფლება ფული წარმოქმნას დაბეჭდოს ხო? აი კიდე რამდენი ფიქრობს რომ აქვს სახელმწიფოს ამის უფლება? სახელმწიფო ბანკებს უკვეთავს. ეროვნული ბანკით სახელმწიფო. სახელმწიფო, კი. ანუ უმთავრესად ყველა ფიქრობს რომ ამას აკეთებს სახელმწიფო. სინამდვილეში უკვე ანუ ამაზე ბევრი კამათი იყო ისე, მაგრამ 2014 წელს უკვე ინგლისის ბანკმა, ანუ ინგლისის ეროვნულმა ბანკმა, როგორც ჩვენ არის, უკვე გამოსცა ნაშრომი და აღიარა, რომ დღევანდელ პირობებში იმ კანონმდებლობიდან გამომდინარე, რაც დღეს თითქმის ანალოგიურია მთელ მსოფლიოში, ფულის შემქმნელი არის კომერციული ბანკი. ანუ ფაქტიურად ის რაც ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში და ეროვნული ბანკის კანონში, რომ ფულის შექმნის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნულ ბანკს, ეს რჩება მხოლოდ ქაღალდზე და რეალურად ფულს ქმნის კომერციული ბანკი, სიტყვაზე TBC ბანკი, საქართველოს ბანკი, ნებისმიერი ბანკი და ამაში ის ფაქტიურად რა თქმა უნდა პატარ-პატარა შეზღუდვები არის, მაგრამ ფაქტიურად თავისუფალია და ამ დროს რა ხდება, რომ სიტყვაზე მას შეუძლია გააკეთოს ისე, რომ თუ თქვათ ქონება საქართველოში დღეს არის დაუშვათ რაღაც ღირებულების, დაუშვათ $1,000,000, ხო? მას მას შეუძლია ზედმეტად გამოუშვას $2,000,000 სიტყვაზე, ხო? რომელსაც ვიღაც ჯგუფი 1%, 3%, 5%
იგდებს ხელში და გამოდის რომ უკვე ის 1 მილიონის ქონება 3 მილიონზე ნაწილდება და შენი შემოსავალი ხდება გაცილებით ნაკლები. ის სარეკლამო ის სიტყვაზე და ისე რომ აი თქვა ბინა გაძვირდა შენ უკვე დღეს რო გაქვს ბინა და $10,000 სიტყვაზე და აი ხვალ $15,000 გახდება და აი შენ გამდიდრდი, იმიტომ რომ ხო, ესეც არის манипуляция, იმიტომ რომ რო დაგჭირდეს სახლის ყიდვა, ხო, შენ გაცილებით ძვირის და მეტის საჭიროება გიხდება და მსგავსი რამ ხდება უამრავ რაღაცაზე, რაც არის დაუშვათ ბიტკოინის სიტყვაზე, ხო, რომელიც ანუ კრიპტოვალუტა, რომელიც რეალურად არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი ფასი მუდმივად იზრდება და მხოლოდ გაყიდვა შეძენის მისი აქ რა ქვია რა, თამაშის და ვიღაცეების გამდიდრება, გაღარიბებას ემსახურება. მოკლედ რომ იმას ავკრათ, ხო? კი. ხო, სასკიას ეს არის ესეთი რომ თავარი რამაც ეს გამოიწვია და მე შეიძლება ვთქვა კითხვა-პასუხში კიდე გავამდიდროთ ის რომ ადამიანი გახდა უკვე უმნიშვნელო ამ თელ მოდელში და შესაბამისად თქვა მას ვისაც აქვს ძალაუფლება, ფინანსური ძალაუფლება, უკვე ყველანაირად ცდილობს ადამიანის განდევნას, იმიტომ რომ მას ეს ადამიანი უკვე არაფერში აღარ ჭირდება რა. და აი მას რაღაცნაირად უნდა შევეწინააღმდეგოთ და პირველ რიგში რა თქმა უნდა რაღაცნაირად აი ცოდნით, აი ესეთი იმგენით თქვა გავამდიდროთ და რა ვიცი ამ ადამიანური პოზიციით რაღაცნაირად იმას მოახერხოთ უკეთესობისკენ წასვლა. მოდიში ძალიან ბევრი რაღაცა დიდი მადლობა ბატონ გიას. დიდი მადლობა ბატონ გიას თავისი მოხსენებისთვის. მართალია ძალიან ბევრი რამ დარჩა სათქმელი მას, მაგრამ თან ძალიან ბევრი რამ გვითხრა ყველაფერთან ერთად და რაც მთავარია მეგობრებო მე დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანის გონებაში ის სურათი ძალიან მკაფიოდ დაიხატა რომელიც ბატონმა გიამ გადმოგცა. ვისაუბრეთ ჩვენ ეკოლოგიურ კრიზისზე და ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ რომ ხაზი გაუსვათ ესეთ მკვეთრ პირდაპირ ტერმინებს რასაც სასკია სასენი და შემდეგ ბატონი გია გვთავაზობენ. არანაირი გლობალური დათბობა, არანაირი ეს კლიმატის ცვლილება, ან კლიმატის კრიზისი პირდაპირ უნდა ვთქვათ. მკვდარი მიწა და მკვდარი წყალი არის შედეგი იმ ეკონომიკური საქმიანობისა და იმ ცხოვრების წესისა და იმ სისტემისა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და ეს ყოველდღიურად გვიქადის კიდევ უფრო მეტ საფრთხეს და კიდევ უფრო მეტ განსაცდელს. და ბატონმა გიამ ჩვენ დაგვანახა მსოფლიო ეკონომიკაში ერთი დიდი და განსაკუთრებული გარდატეხა. ლექცია, როგორც თქვენ დააკვირდით, იყოფოდა ორ ნაწილად. მსოფლიო 1970-იან წლებამდე და 70-იანი წლების შემდეგ. 70-იან წლებამდე ჩვენ გვაქვს ეკონომიკური სისტემა, სადაც ადამიანი კაპიტალთან ერთად მაინც მნიშვნელობს და იძულებული არის ეკონომიკური სისტემა ანგარიში გაუწიოს ადამიანს, მის პროფესიონალურ არჩევებს, მის შრომას, მართალია ეს არ უნდა მაგრამ ამ მიმართულებით მიდის რომ შეინარჩუნოს მდგრადობა და 70-იანი წლების შემდეგ ჩვენ ვიღებთ იმ საშინელებას, რაც ბატონმა გიამ ესე დეტალურად აღწერა. ეკონომიკური სისტემა, სადაც ეს ადამიანის შემოსავალი, მისი ყოფა, მისი სოციალური მდგომარეობა მეორე პლანზე ინაცვლებს, მისი შრომა ნელ-ნელა ფასს კარგავს და წინა ხაზზე გადმოდის აი ეს საფინანსო ინსტიტუტები, მათი ურთიერთობები, მათი манипуляციები და რაც მთავარია, მათი შეუზღუდავი ძალაუფლება, შეუზღუდავი შესაძლებლობები, რაც ასე ვთქვათ, შემდეგ გვაბრუნებს ისევ იმ ეკოლოგიურ კრიზისთან, სიღარიბესთან, შრომის ასე ვთქვათ უფლებების დარღვევასთან და აი ამ სურათთან, როდესაც ლონდონში არის უამრავი ბინა, უამრავი სახლი, უამრავი საცხოვრებელი ადგილი, მას უცხოელები ფლობენ, შიგნით არ ცხოვრობენ, ამ ბინებს იყენებენ თავიანთი ქაღალდების ფასიანი ქაღალდების გასამაგრებლად, გასაძლიერებლად, ახალი манипуляციების საწარმოებლად და ხალხს სახლი არ აქვს. და ხალხი გარეთ არის და შემოსავალი არ აქვს და ასე შემდეგ. ასე რომ როგორც ერთი კარგი
ბრიტანელი ისტორიკოსი იყო და რაღაც უკეთურება, ეუფლება ქვეყნიერებას, კი არა, უკეთურება დაეუფლა ქვეყნიერებას და აი ეს ეკონომიკური ცხოვრება და მისი კონსტრუქცია ამის ნიშანია. და დიდი მადლობა ბატონ გიას იმისთვისაც, რომ გაგვარკვია ისე დეტალებში, რომელიც მხოლოდ მისი პროფესიის წარმომადგენლება იციან. სამწუხაროდ, აი ბატონ გიას ხვების გარითი განსხვავდება. მე ძალიან ბევრ მის კოლეგას ვიცნობ, რომლებიც ესე იგი შუბლს შეიჭმუხნიან, დაიდებენ ნიკაბზე ხელს, უამრავი საშინელი ტერმინით დაგბომბავენ და ბოლოს გეტყვია, რომ შენ მაინც ვერაფერს ვერ გაიგებ. ამიტომ მე დამიჯერე. ბატონ გია ესე არ იქცევა, ბატონ გია გვეუბნება, რა ხდება, როგორ ხდება და ცდილობს, რომ გაგვარკვიოს აი ამ საშინელ რთულ სისტემაში, რომელიც დღეს აი ამ ქვეყნიერებასაა დაპატრონებული. ასე რომ დიდი მადლობა ბატონ გია, რომ ეკონომიკის აი ეს ლაბირინთები ლათინურიდან ქართულად გადმოთარგმნეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ რაღაცეები. ბატონ გია სამსახური უწევს, 7 საათზე მუშაობს იგი, წასასვლელია, ასე რომ 7 საათამდე სამ შეკითხვას ჩვენ შევკრებთ, რომ არ დააგვიანოს სამსახურში პროფესორმა ჭანტურიამ. მეგობრებო, მანიშნეთ თუ არის შეკითხვები, თუ არა და რეგიონებიდანაც გვაქვს გამოხმაურება. ვინმე სხვა რა გაქვთ შეკითხვა? კომენტარი, ბრძანეთ. ოღონდ აქ უნდა თქვათ, რომ სხვებმაც გაიგონ. ბატონი დავით ადეიშვილი, ისიც აი იმ ეკონომისტებთა ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ბატონი გია. ანუ ადამიანი, რომელიც მარტო ფულზე ალაპარაკობს და საუბრობს ეკოლოგიაზეც და ადამიანების სოციალურ მდგომარეობაზეც და არის კავკასიური სახლის გამგეობის წევრი. პირველ რიგში დიდი მადლობა ამ ძალიან საინტერესო ლექციისათვის. ასეთი ტიპის ლექციებით არა ვართ განებივრებული, ასეთი თარგმანებით. მე უნდა ვთქვა, რომ მე მქონდა პატივი თქვენგან მიმეღო ერთი ეგზემპლარი, დავიწყე კითხვა და უნდა ვაღიარო, რომ ბოლომდე ვერ გავედი და აი ის ყველაზე საინტერესო ჩემთვის თავი, რომელსაც ქვია მკვდარი მიწა და მკვდარი წყალი, მე ჯერ არ მქონდა წაკითხული და დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ ესე კარგად გადმოეცით ეს. მე ამ ყველაფრისთვის მინდა მადლობა გითხრათ კიდევ ერთხელ და უბრალოდ აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენთან საქართველოში გვეუბნებიან ხოლმე, რომ აი ჩვენი ეკონომიკა იზრდება. იზრდება ხანდახან 10%-ით წლიურად, რა ძალიან მაღალია. მაგრამ არავინ არ საუბრობს ამის მიღმა რა იმალება, ვიზე ნაწილდება ეს შემოსავალი, როგორია ეკონომიკა. ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან არაეკონომიური, ძალიან რესურს მხარჯველი, ძალიან დაბინძურებული, დამაზიანებელი და რაც მთავარია, არამდგრადი. აი სამწუხაროდ ძალიან ცოტა საუბრობენ მდგრად განვითარებაზე, რაც გულისხმობს როგორც ეკონომიკურ ზრდას, ასევე მასთან ერთად რომ ეკოლოგია უნდა იყოს დაცული და სოციალური განზომილება ამ განვითარებისა უნდა იყოს ჰარმონიული ეკონომიკურთან და ეკოლოგიურთან ერთად, რასაც ქვია მდგრადი განვითარება და რაც რომელი თეორია სწორედ 70-იან წლებში გაჩნდა ამ პრობლემების გამო, ამაზე არავინ არ საუბრობს. და აი სწორედ მდგრადი განვითარება არის ის ალტერნატივა მოდელისა, რომელზედაც თქვენ ბრძანებდით, რომელმაც აი ეს პრობლემები უნდა გადაჭრას. თუმცა მე ძალიან მოკლე ვიქნები, აი ის დიდი ძალისხმევები, რომლებიც ბოლო წლებში შეინიშნებოდა ამ მიმართულებით, რომელიც გამოიწვია იმ კრიზისებმა, რაზედაც აქ იყო საუბარი და მათ შორის კლიმატური ცვლილებების პრობლემამ, რაც იმას ნიშნავს, რომ იზრდება ამ არასწორი განვითარების შედეგად
ტემპერატურა ადამიანის ჩარევის შედეგად ინდუსტრიულამდელ დონეზე თქვენ ახსენეთ რომ ის 1-დან 2 გრადუსამდე თუ მოიმატებს უკვე უმართავი არამდგრადი პროცესები განვითარდება და ეს იქნება კატასტროფა და ამის აღმოსაყრელად და ამის გადასაჭრელად უამრავი პროგრამები იყო, მათ შორის საერთაშორისო ეროვნულ დონეზე იკრიბება ყოველწლიურად მთელი ეს ქვეყნები, აი წინა შეკრება სწორედ ბაქოში იყო და აი უცბად შემოდის აი ესეთი მართველი, რა ვიცი რა უწოდო, ზოგი მეფესაც კი უწოდებს ახლა ტრამპი, რომელმაც თავდაყირა დააყენა ეს პოლიტიკა, რაზედაც მთელი მსოფლიო არის შეწუხებული, მთელი ეს მწვანე გარიგება, მწვანე კურსი, მწვანე პოლიტიკები არის გაჩერებული, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში და აი ეს პროცესები ფერხდება ძალიან რბილად რო ვთქვათ, რაც არის კატასტროფის საწინდარი რა და მე ვფიქრობ, რომ აი ესეთი ლექციები, როგორც დღეს მოვისმინეთ, არის ძალიან აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ეს კურსი შემოbrunდეს აი ამ მწვანე გარიგების, მწვანე პროგრამების კურსი ისევ განახლდეს. ეხლა შეუძლებელი იყო ტრანსფორმაცია მიდიოდა ენერგეტიკის გამწვანებისკენ, მწვანე ტრანზიცია, ეს კურსი ფაქტიურად ჩაიშალა და აღარ მოქმედება, ეს საბოლოოდ იმის მომასწავებელია, რომ ეს კატასტროფა, ეს ეკოლოგიური კრიზისი კიდევ უფრო გამძაფრდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ამ პრობლემებზე და აი დღევანდელი ლექცია ძალიან დიდი ნიშნულობისაა, მათ შორის სოციალურ პრობლემებზე, მათ შორის იმ სხვა პარამეტრებზე ეკონომიკისა, რომელზედაც ჩვენ არ ვსაუბრობთ და არ არის მხოლოდ ზრდა და სულაც არ არის ზრდა და დადებითი მოვლენა, თუ მას არ ახლავს სხვა სოციალური განზომილებები, უმუშევრობა, პროგრესული გადასახადს თუ არ შემოვიღებთ, იქ თუ არ გადანაწილდა, იქ თუ არ იქნა დაცული ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან გამიგრძელდა მეც სიტყვა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონ დავით და მეგობრებო, შეგახსენებთ რომ კავკასიურ სახს აქვს ესეთი ანალიტიკური პორტალი regionaldialog.com და აი ამ პორტალზე ატვირთული არის ბატონი დავითის ავტორობით შედგენილი პატარა პუბლიკაცია სახელწოდებით კლიმატის ცვლილება და დემოკრატიული საზოგადოება. ბატონი დავით თავარია იქ სხვა ავტორებიც ყავს და აი ამ პატარა კრებულში არის ის პრობლემები გაშუქებული, რაზეც ბატონმა გიამაც ისაუბრა და რაზეც ახლა აქცენტი კიდევ უფრო მკვეთრად დასვა ბატონმა დავითმა. აი ეს კი ბატონო, ისიც არის, ხო? რამე კომენტარი გქონდათ, ხო? ეს ბატონმა დავითმა ახსენა რომ ეკონომიკური ზრდა ხანდახან 10%-იც ისა, მაგრამ გადანაწილება როგორ ხდება ამის რა. ჯერ თვითონ ეს ზრდა რამდენად დადებითია, ეს ცალკე თემაა, მაგრამ დაუშვათ ეს ზრდა იყო სუდადებითი იმგენით მოხდა, ასე ვთქვათ, რომ მართლა სიმდიდრე შეიქმნა ქვეყანაში. აი აქ ხედავთ თქვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში და მანამდეც იგივე სურათი იყო, ყველაზე მდიდარი 10%-ის ხელფასის მქონეს და არა ყველაზე მდიდარი, ყველაზე უფრო მაღალი ხელფასის მქონე 10%-ის ხელფასი რამდენი აი ბოლო სვეტში და მის წინ 10% და დანარჩენი შემდეგ ესე მოდის 70, ანუ რამხელა განსხვავებაა მაღალი ანაზღაურების მქონე და დანარჩენ 90%-საც კი. ანუ ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე შემოსავალი კიდევ უფრო უარესი ის არის, ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე 10%-ს იგივე ხელფასი აქვს, რაც 84%-ს. დაბალი ხელფასი, ანუ ქვედა 84%-ს და 1%-ს იგივე აქვს, რაც 44-დან 50%-მდე
თან მომსახურების. ეს ხელფასებზეა საუბარი. სიმდიდრეზე და შემოსავლებზე ეს მაჩვენებელი კიდე კატასტროფულად უფრო ის არის, რა ქვია რა. ანუ იმ შემთხვევაშიც კი ეს მართლა რომ იყოს ეკონომიკური ზრდა და ეს კიდე ის არის, რა ქვია, რეალურად ეს არ არის ეკონომიკური ზრდა და ეს მართლა რაღაც მის სიკეთეების შექმნა არ ნიშნავს, ხო? იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩავთვლით, რომ დაუშვათ არის და მართლა რაღაცა შეიქმნა ქვეყანაში, ხო? მთელი ეს შექმნილი და სიკეთე მიდის მცირე რაოდენო 10%-თან დანარჩენი ადამიანების გაღარიბება ხდება ამის ხარჯზე, რა. ანუ ეს ზრდაც ესე უსამართლოდ ნაწილდება და ისა მე მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ნონა ტოკლიკიშვილს, რომელიც გვისმენს თავის მოწაფეებთან ერთად დედოფლის წყაროდან ამის აღნიშვნა დამავიწყდა და ბოდიშს ვიხდი ამისთვის. აქ ბატონო გია გვაქვს ერთი შეკითხვა. ანუ ისეთი საშინელი სურათი დახატაო ბატონმა გია, გამოუვალი მდგომარეობის, უბედურების. აი ესეთ მდგომარეობაში რამის გაკეთება თუ შეუულია პატარა სახელმწიფოს, რომელსაც თუნდაც პროგრესული მთავრობა ყავს, რომელიც არიზიარებს ამ მდგომარეობას, რაც ირგვლივ არის. აი აქვს რამე ბერკეტები საქართველოსნაირ სახელმწიფოს, რომ აი ამ წესრიგს თუნდაც თავის ტერიტორიაზე წინააღმდეგობა გაუწიოს. თავის ტერიტორიაზე რო წინააღმდეგობა გაუწიოს, რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ ამისთვის ნება არის საჭირო, მაგრამ ზოგადად ისე გლობალური იმის სწორედ ეს არის დღევანდელი მდგომარეობის სირთულე, რომ ერთი ქვეყნის ძალისხმევა ასე საკმარისი არ არის, არა მარტო პატარა ქვეყნის, ერთი დიდი ქვეყნის ძალისხმევაც კი არ არის საკმარისი და აი ბატონმა დავითმა თქვა, რომ აი ტრამპმა დააყენა თავდაყირა მთელი ის, ხო? და მანამდე სანამ ტრამპი დააყენებდა თავდაყირა, თავდაუყირავებელიც რო იყო, ხო, მაშინაც კი აი ეს პროგრამები მთელი რისთვისაც იკრიბება ხოლმე მთელი მსოფლიო პარიზის შეთანხმება და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები და აი ეს შეთანხმებები ძალიან ისეთ როგორ გითხრათ, აი სუსტ ზედაპირზე და მყიფე ზედაპირზეა აგებული, იმიტომ რომ თვითონ ის პროგრამაც კი რაც მოქმედებდა, თქვა და რაზეც შეთანხმდნენ იმ პერიოდში, თქვა აი ეს განვითარებული ქვეყნები, ერთ-ერთი კომპონენტი მაგალითად ამის იყო, რომ ნახშირორჟანგის შემცირება არის, თქო, ერთ-ერთი ის რაც შეიძლება შემცირდეს და ერთ-ერთი ეს პროგრამა მთელი ის აგებული იყო რაზე, რომ ნახშირორჟანგი რო შემცირდეს სიტყვაზე 30 წლამდე, ამდენით 50 წლამდე, ამდენით და იყო დაგებული დაშვებაზე, რომ მოხდება რაღაც მეთოდის გამოგონება, ანუ პროგრამებში ჩაიდება ფული, რომელიც გამოიგონებს რაღაც მეთოდს და იმას, რომელიც ამას, ანუ ეს მეთოდიც რეალურად ხელში არის, ეს მეთოდიც იყო, თქვა, მითიური, რომ აი ამის გამოგონება ეგე მოხდეს, რომელიც ნახშირორჟანგის რაოდენობა და ისიც კი რომ არ იქნება ამ მეთოდის გამოგონებაზეც რო არ იქნება საქმე, ძალიან მძიმე იმაში ვართ, რა თქმა უნდა და პატარა ქვეყანას შეუძლია, მაგალითად ისლანდიამ ეს შეძლო, ნიკარაგუას თუ კოსტა-რიკა აღარ მახსოვს, ანუ პატარა ქვეყნები ბევრ პატარა მაგალითს გვაძლევენ და ის ახლა გლობალურ იმაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ესეთი მაგალითები რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი, რომ შემდეგ იგივე დიდ ქვეყანას წაუყენო პრეტენზია, რომ ეს გაითვალისწინე რა და რაღაცა გადაწონო, თორე რა თქმა უნდა ეს საერთო ძალისხმევის გარეშე ახლა ერთი სახელმწიფო ამას ვერ შეძლებს, ვერც პატარა და ვერც დიდი. ისე თქვენი მსჯელობის დროს გამახსენდა, რომ აი ამ ემისიებით, ნახშირბადის ემისიებითაც უკვე ვაჭრობენ ქვეყნები. იმის ნაცვლად რომ იფიქრო როგორ შეამცირონ, აი დიდი ქვეყნები, პატარა ქვეყნებისგან ყიდულობენ ამ ემისიის უფლებას, კარბონის ემისიის უფლებას და მოკლედ აქაც მალე შეიძლება ფასიანი ქაღალდები გაჩნდეს და ბირჟა არსებობს, ხო. და ვაჭრობენ დაბინძურების უფლებით, ხო, გარემოს. მალე საქართველოშიდაც აი პროგრესი მოდის გვიკაკუნებს. მეგობრებო, შეკითხვა თუ არის დარბაზში კიდევ ერთი? მაშინ დავასრულოთ, ხო? დიდი მადლობა ბატონ გიას და ქალბატონი ნინო არის აქ, ხო, ვინც თარგმანში აქტიურად მონაწილეობდა და მასაც განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ ეს წიგნი ხელმისაწვდომია ჩვენთვის. და ერთი ის მინდა უბრალოდ დავამატებდი პატარა იმას, რომ როგორც თქვით ეს, რა ქვია, სასკია
რახან ფიქრობდა ჩამოსვლას და მე ამის გამო ვერ ჩამოვიდა კოვიდის გამო და შემდეგ უკვე თავისი ჯანმრთელობის იმის გამო ჩვენ ესეთი რაღაცა ვკითხეთ რომ აი აქ რო ყოფილიყავი რას წააწერდი იმ წიგნს იმგენისთვის სწორად და რაღაც გვითხრა რასაც წააწერდა და ის უბრალოდ იმაზე რა ქვია ამას ბეჭედზე დავაწერეთ და მე ჩვენ იმას შვებოდით თქვათ მის მაგივრად და აი ვინც ამ დაინტერესდებით და ისა ამას უბრალოდ ჩათვალეთ რომ სასკია მოგიწერათ დიდი მადლობა ბატონ გიას რომ ეს წიგნები მოგვიტანა საჩუქრად ვისაც ეყოფა შეგიძლიათ ვისაც არ ეყოფა ლევანის უთხარით რამდენი დარჩა და აუცილებლად კი ბატონო